მინდა გავაკეთო განცხადება, თუმცა მანამდე აუცილებლად მინდა განვაცხადო იმ საშინელ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც მიდის ეს დღეებია საუბარი. პირველ რიგში მე როგორც ვთქვათ, უფლებადამცველი მოვიწყო, რომ არ მოხდეს ისე, როგორც მოხდა გელახვედელიძის შემთხვევაში და აუცილებლად ამ საშინელი კადრების არა მარტო შემსრულებლები, დამკვეთები უნდა დაისაჯონ. ეს პირველი. ეხლა რაც შეეხება, მაქვს რამდენიმე მოთხოვნა, რომელსაც მე ვაყენებ და ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი მოთხოვნები, უყენებ როგორც ხელისუფლებას, ასევე ძალოვან უწყებებს და ისინი ვალდებულები არიან ეს პირობები შეასრულონ. პირველი დაისაჯოს გელახვედელიძე და არა ისე, როგორც ეხლა ხდება, ყველამ კარგად ვიცით, რომ იგი საერთოდ არ დაჯილა და თავისუფლად დასეირნოს ევროპაში. შემდეგი მოხდეს გამოძიება, რადგან ძალიან კარგად იცის ბატონმა კვილაშვილმაც, ბატონმა ნაცვლიშვილმაც, რომ გელახვედელიძე მარტო არ ყოფილა ამ საქმეში. იქ იყო, როდესაც ეს იგეგმებოდა ჩემ წინააღმდეგ, იქ ასევე იყო ორი პიროვნება, ერთ-ერთის სახელი და გვარი დასახელდა, ეს არის გიორგი მამაცაშვილი, ჟურნალისტი. და მეორე საკმაოდ ცნობილი პიროვნება ასევე, რომ ამ ეტაპზე მისი დასახელებისგან თავ შევიკავებ, თუმცა გამოძიება, ჯერ არც დაუკითხე ვარ გამოძიებას, თუ დამკითხა, აუცილებლად მე რაც ვიცი, ყველაფერს ვიტყვი, მაგრამ ეჭვმეპარება, რომ როგორ უნდა დამკითხოს, საერთოდ დაზარალებულადაც არ ვარ ცნობილი. ამიტომ ეს არის შემდეგ მეორე მოთხოვნა, გამოიძიოს, მოხდეს ამის არა ესეთი ფარსირებული გამოძიება, როგორც ეხლა მიმდინარეობს, არამედ რეალური და გელახვედელიძესთან ერთად დაისაჯონ ის პიროვნებები, ვის დაგეგმეს ეს იბინძურა ჩემს წინააღმდეგ. და შემდეგი აუცილებელი მოთხოვნა გადადგეს ლაშა ნაცვლიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ იგი ხელს აფარებს ამ პიროვნებებს, გელახვედელიძეს და დანარჩენებს და ასევე დასადგენია ის პიროვნებები, ვინ ატვირთა და ვინ შეუწყო ამას ხელი, გარდა იმ ორი ადამიანისა, ვიზეც მე ვსაუბრობ. და ეს უნდა მოხდეს კომპლექსური გამოძიება ამისი და არა ისეთი, როგორიც ეხლა მიდის. მე თავიდან, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი და გაანთავისუფლა ხვედელიძე დააპატიმრა, მქონდა იმედი, რომ გამოძიება წავიდოდა ისე, როგორც უნდა წასულიყო, დაიდებოდა რეალური შედეგი, მაგრამ ესე არ მოხდა და ამიტომ მაგრამ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ თუ მოდი თქვათ, რამდენი საშინელება მოყვა ამ ყველაფერს. თუ დამკვეთი არ დადგინდა ამისი, აზრი აქვს, ისე დანარჩეს ყველაფერს და თუ რეალური გამოძიების შედეგი არ დადგა. ამიტომ ამ სამი ძირითადი მოთხოვნის შეუსრულებლობაში ერთი კვირის შემდეგ მე ოფიციალურად მოვითხოვ პოლიტიკურ დევნილობას. თუ ხელისუფლებამ ეს სამი სამართლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ ვასახელებ არ შეასრულა, მე ოფიციალურად მიმართავ პოლიტიკური დევნილობისთვის რომელიმე ევროპულ ქვეყანა. ჯერჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი. ჯერ კონკრეტულად ქვეყანაზე არა, კონკრეტულად კიდევ მაქვს იმედი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ჩართულია ამ საქმეში ბატონი ფილიპ დიმიტროვი, ჩართულია ბატონი ნორლანდი და კიდევ მაქვს იმედი, რომ ამ განცხადებას რაღაცა პასუხი კი არა შედეგი მოყვება, იმიტომ რომ იცით რა, მე ხო დავიღალე, იმიტომ რომ მე ვარ ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი და ჩემი სახელი და ის ეწირება ამ ყველაფერს, მაგრამ საზოგადოება დაიღალა რა, იმიტომ რომ თუ ადრე საერთოდ არ ხდებოდა არაფრის გამოძიება, ეხლა ხდება ის, რომ ნახევრად გამოძიება ხდება, ნახევრადაც არც კი და რეალურად ყველა ითხოვს შედეგს. ხელისუფლებას და ძალოვან უწყებებს ვაძლევ ერთი კვირის ვადას. და კიდევ ვისი იმედიც მე დამჭა ძალიან მცირე, მაგრამ მაინც ეს არის ქალბატონი თია წულუკიანი და მასაც მიმართავ, გამოიძიეთ ქალბატონო თია. და დაადგინეთ ის პიროვნებები, ვინც თანამონაწილეობდა ამაში გელახვედელიძესთან ერთად. თუ ესე არ მოხდა, უკვე როდესაც გაირკვევა ჩემი გასვლის ამბავი, ყველა ამ პიროვნებას მე დავასახელებ. რაც ვინც მე ვიცი და
არ მოხდა, იმიტომ რა თქმა უნდა არ მოხდა, იმიტომ რომ გამოძიებას აწარმოებს ლაშა-დაცვლიშვილი აფარებს ხელს გელახვედელიძეს და იმ ორ ადამიანს და კიდე სხვა ადამიანებსაც ალბათ დანარჩენი მე არ ვიცი, ვინც არიან ამ სიბინძურეს ჩართულები. დიახ. იცით რა არის? მოდით აი ყველა საუბრობთ რომ განადგურდეს, არ განადგურდეს. კი, უნდა განადგურდეს, მაგრამ აქვს აზრი განადგურებას. ჯერ ერთი ის უნდა გამოიძიონ, ვის აქვს ეს ასლები, იმიტომ რომ აი ეს ასლები ძალიან ბევრ ადამიანს აქვს რა. და ამის გამოძიება უნდა მოხდეს და არა იმისი რომ განადგურდეს თუ არ განადგურდეს რა. და კი, უნდა განადგურდეს, რომ შემდეგ კიდე ვთქვათ ვიღაცამ არის სარგებლობს, მაგრამ ძალიან ბევრი ასლი ამისი არსებობს. ძალიან საინტერესო კითხვა და ვთქვით მოგახსენებთ, გაგზავნილია ბატონ არჩილთან. კარგი ხანია უკვე, სადღაც 2 კვირაა მიახლოებით 10 დღე შეიძლება. როგორ საბუთები დასაბუთებულად მე ქალბატონი კვესტერის გადაცემაშიც ვიყავი და დავდე ეს საბუთები, როგორ გაანადგურეს ხვედელიძე ნაცვლიშვილმა ბიზნესი 2003-2005 წლებში და ასევე ჩემი განცხადებაც შესულია ბატონ არჩილთან, ასე რომ იმის თქმის საფუძველი რომ არავითარი არ არსებობს, ესე არ არის. და ერთი რამე მინდა ერთი საკითხი დავსვა. ძალიან ვთხოვ ყველას, ვისაც ეს ეხება კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი სასაცილოა ის, რომ ყველაფერი მიდის იქით, თურმე გელახვედელიძე არის სხერფლი. ამას რომ ამბობს თავარი პროკურორი, იმ თავარი პროკურორისგან მე მგონი კარგი მოსალოდნელი არ არის არაფერი და მოდი ვთქვათ, ძალიან რომელი გამოძიება მივიდა საბოლოო დასკვნამდე. რომელი წინა ხელისუფლების დანაშაულებსაც გულისხმობ მე. რა თქმა უნდა, პირველი ის არის გამოსაძიებელი. რომელი გამოძიება მიიყვანეთ ბოლომდე ბატონო არჩილ. რა თქმა უნდა, აი გეტყვით, იქ ძალიან ბევრი ადამიანი გამოიკვეთა, ვინც იყო თქვა შემსრულებელი, მაგრამ თავარია დამკვეთი აინტერესებს საზოგადოებას. იმიტომ რომ ის დამკვეთი შემდეგ ისევ გაიმეორებს ამას და სხვა შემსრულებელს იპოვის ამისთვის. ეს ეხება როგორც იმ კადრებს, ისე თქვა ჩემ წინააღმდეგ გავრცელებულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვარ ჩამოყალიბებული, უბრალოდ კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ ეს ერთი კვირა ეყოფათ მათ, ნამდვილად ეყოფათ მათთვის, რეალური სურათი რომ დაიდოს, ძალიან რამდენიმე ადამიანია დასაკითხი, მათ შორის მეც, რომელსაც არ მკითხავენ და სასაცილოა დაზარალებულადაც არ ვარ ცნობილი, ასე რომ ვაძლევ მათ ამ დროს და შემდეგ უკვე დამკვეთი არის ხვედელიძე, მაგრამ ხვედელიძე არ არის მარტო შემსრულებელი, ხვედელიძესთან ერთად მე დავესახელე დასახელდა კიდეც გიორგი მამაცაშვილის გვარი, მაგრამ არის კიდე ერთი ძალიან ცნობილი პიროვნება, მე მის გვარს და სახელს ამ ეტაპზე არ დავასახელებ, ეს გამოძიების საქმეა და ყველაფერი გამოიძიოს გამოძიება. კი ბატონო, და რატომ არ დგება მისი პასუხისგებლობის საკითხი? რა თქმა უნდა, მე მას ვამხელდი ორმაგ თამაში წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებასთან და კიდევ ძალიან ბევრ რამეში და იგივე, როდესაც მოხდა ჩანაწერის გაშვება, სადაც ხვედელიძე საუბრობს, ხვედელიძე თვითონაც ადასტურებს, რასაც მე ვამბობდი მანამდე, რა ინტერესები იყო მისი და გარკვეული კლანის იმპორტის, კვერცხის და ზოგადად იმპორტული პროდუქციის შემოსვლასთან საქართველოში. ეს მე გეტყვით და ერთ ძალიან საინტერესო კითხვას დავსვავ. მე არ ვიცი ეს მე გაკეთებულს ვიტყვი, რადგან ეს ესეა, მე არ ვიცი ეს როდის იყო გაკეთებული, იცით რა არის? იმ საცავში მე დარწმუნებული ვარ, ბევრი ნამდვილიც არის და ბევრი შეკერილი, ესე ვთქვათ, ფირებიც არის, მაგრამ რას ემსახურებოდა? ალბათ გარკვეულწილად, თუმცა ესეთი რამე რომ ესეთი რაღაცა იმათ ქონდა ჩემს წინააღმდეგ, ესეთი რაღაცა არ ყოფილა.
ესეთი რაღაცა ყოფილიყო ბუნებრივია მე აპრილში ვიყავი პოლიტდევნილობაში უკრაინაში და ესეთი რაღაცა ყოფილიყო დამითახმებდე და მე ვერ წავიდოდი ბუნებრივია აქედან გამომდინარე არის ყველაფერი ეს კარგად გამოსაძიებელი მე დარწმუნებული ვარ რომ აი ზუსტად აი ამ ხვედელიძის და რამდენიმე ადამიანის დაგეგმვით მოხდენს ყველაფერი